მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კიჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. პროექტი ხორციელდება DBB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენი სტუმარია თამუნა მეგრელიძე, ჩოხატაურის ნიკომარის სახელობის დამაკვირვებელი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. თამუნა, უღმესი მადლობა, რომ გვეწიათ სტუდიაში და დაგვიწმეთ დრო. პირიქით, უგმესი მადლობა თქვენი მოწვევისთვის, დაინტერესებისთვის ამ საკითხით, ახალგაზრდა პედაგოგების გამოცდილებას გულისხმობ და მინდა საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მხრიდან თქვენი და მე მხარდაჭერა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი იმისთვის, რაცაც რაიონის განვითარებისთვის, ახალგაზრდების განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა თამუნა, მეც ასევე შემიძლია იგივე თქვა თქვენ შესახებ. და მოდით დავიწყოთ თქვენი გამოცდილების გაზიარებით, მაშინ პირველ რიგში და მოგვიყავით, რატომ გადაწყვეტეთ, რომ გამხდარიყავით სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და რა იყო თქვენი мотиваცია? სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი პროფესია არ გახლავთ მასწავლებლობა. სკოლის ასაკში დამამთავრებელ ეტაპზე პროფესია ავირჩიე დამოუკიდებლად, გააზრებულად, ჩემს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებულად. რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანის რჩევის გათვალისწინებით, პროფესიით სოციოლოგი ვარ. თუმცა, როდესაც დავბრუნდი რაიონში, აღმოვაჩინე, რომ პროფესიის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაცაც გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება, ეს აბსოლუტურად უგულებელყოფილი მქონდა ჩემ შემთხვევაში. ბევრი მიმართულებით ვცადე თავის რეალიზება, თუმცა ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად სხვადასხვა სივრცეში ვცადებდი, ამის თქმა მინდა. ბოლოს იყო ის მოცემულობა, რომ პირველ საჯარო სკოლაში იყო ვაკანსია ადმინისტრაციაში და არა სამოქალაქო განათლების პედაგოგად ან რომელიმე საქმის პედაგოგად, იმიტომ რომ პედაგოგობას არც მოვიაზრებდი იმ კონკრეტულ სიტუაციაში და ადმინისტრაციაში დავიწყე მუშაობა, ესეც ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით, რომლის მადლიერი ვარ და ვიქნები ალბათ სიცოცხლის ბოლომდე. დავიწყე მუშაობა საინფორმაციო მენეჯერად და დროთა განმავლობაში მოვიდა ის ფიქრები, რომ ხომ არ მეცადა ბედი, მაგალითად სამოქალაქო განათლების სწავლების მიმართულებით, რაცა ამემაღლებინა კვალიფიკაცია და შევჭიდებოდი ამ რთულ საქმიანობას. რთულ, მაგრამ საინტერესო საქმიანობას ამავდროულად. არ დაგიმალავდა გულწრფელად გეტყვით, რომ სკოლაში ყოფნის ეს პირველი 2 წელი არ იყო ჩემთვის ბედნიერების შეგრძნებებთან დაკავშირებული და მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვარქმევდი შესაბამის სახელს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ზუსტად ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული და რა კომპლექსებს უკავშირდება მოკლედ რა ჩემს პიროვნებასთან მიმართებით. მე ვარ მეოთხე თაობა ჩემს ოჯახში, ვინც ახლა მე ვიცი მაგალითად, რომ ვართ პედაგოგები. მასწავლებლის შვილები ზუსტად მიხვდებიან რა კომპლექსზე შეიძლება ვისაუბრო, ან რატომ არ განვიხილავდი არასოდეს მასწავლებლობას, იმიტომ რომ მე ვიცი რა დგას ამ პროფესიის მიღმა. რამხელა რესურს მოითხოვს ეს პროფესია ადამიანისგან. შესაბამისად, შეგნებულად არ მინდოდა. და როდესაც იქ აღმოჩნდი, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ვისწავლე, ვიშრომე, პროფესია ავირჩიე დამოუკიდებლად და ის კიდე დამატებითი პასუხისმგებლობა იყო, ხო? თავს გრძნობდი ძალიან ხელმოწარულ ადამიანად, ძალიან. გულწრფელად და საჯაროდ ამას იმიტომ საუბრობ, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი სწორედ ამ ეტაპს გადიოდეს და მათთვის იყოს ეს мотиваცია, თუ მე შევძელი, რომ ისეთი პროფესია მომეშინაურებინა, მარტივად რომ თქვა, რომელიც არ მინდოდა და საკუთარი თავი აღმოვაჩინე, იქ, რასაც ყველაზე მეტად გავურბოდი, ესე იგი, ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია, მთავარი ადამიანმა მოინდომოს. როდესაც მასწავლებლის მომზადების პროგრამა გავიარე და არაჩვეულებრივ ლექტორებთან და არაჩვეულებრივ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ნელ-ნელა მოვიდა ეს თვითგამორკვევის ეტაპიც, ზუსტად მივხვდი როგორი უნდა ყოფილიყავი, რა უნდა მესწავლებინა, როგორ მესწავლებინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ესეთი რაცა, ეს განვითარებადი პროცესია, ყოველთვის ვცდილობ უკეთესი და უკეთესი გახდე, ხო?
მაგრამ დღევანდელი გადასახედით თავს გრძნობ თავდაჯერებულ ადამიანად, რეალიზებულად, მომწონს, რასაც ვაკეთებ, ბედნიერი ვარ ამ საქმიანობის კეთებით და თავი მიმაჩნია საჭიროდ იმ სივრცეში, სადაც ვარ. ძალიან დიდი მადლობა თამუნა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გახდეს мотиваციის წყარო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნების ცოდნა და შემდგომ უკვე პირადი პროფესიული არჩევანის გაკეთების უსამის გათვალისწინება არის საკმაოდ რთული და ზოგჯერ არც გამოდის ხოლმე და ხშირად ამაზე ინფორმაციაც კი არ აქვს ხოლმე ახალგაზრდებს, რომ უნდა გაითვალისწინონ. მეც ასე შემოვთქვა თავის დროზე. კი ბატონო, აქვე დავამატებ იმას, რომ არ არის ტრაგედია თუ კი ერთი მიმართულებით ვისწავლეთ და რაღაც არ გამოვიდა, პირიქით, რაც უფრო მეტი ცოდნა გვექნება, მეტი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტურები ვიქნებით, უფრო კონკურენტუნარიანები ვიქნებით, ხო? ეხლა მაგალითად ხშირად არის რომ ბავშვები მეკითხებიან განცდებზე, ჩემს განცდებზე და პირიქით ვეუბნები რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ეხლა უკვე ორი პროფესია მაქვს, იქნებ საომავლოდ რაღაც სხვა ვცადო და ასე შემდეგ. ანუ არასდროს არ უნდა ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებასთან მიმართებით, ყოველთვის შეიძლება ნულიდან დაწყება. მთავარია მოინდომოს ადამიანმა. თუ კი საკმარისად მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. სრულებით გეთანხმებით. მოდით მოგვიყევით თუ კი არის რაიმე სპეციფიური გამოწვევები, რადგან თქვენ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ თვითონ უკვე სწავლების პროცესში, რასაც თქვენ როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი აწყდებით. კი ბატონო, ერთ-ერთი მამოტივირებელი სწორედ ეს იყო. და ეს თავი გამოწვევა ამ სხვადასხვა მიმართულებით ჩავშლიტი, მაგრამ პირველ რიგში მახსენდება საგნის მნიშვნელობასთან დაკავშირებული და საგნის შინაარსთან დაკავშირებული გამოწვევები. დღემდე არის ის სტერეოტიპები, რომ სკოლაში რიგი საგნები მიიჩნევა ძირითად და მნიშვნელოვან საგნებად, რიგი საგნები უმნიშვნელო ან ნაკლებ მნიშვნელოვნად, ხო? და მთელი ჩემი რაღაცა მუშაობის თუ პრაქტიკის შინაარსი მიემართებოდა იმ დამოკიდებულების მიმართ ბრძოლის კენ და არ ვიცი, მეტნაკლებად ალბათ მოვახერხე ეს, რომ არ არის აღქმული, არ უნდა იყოს აღქმული, რომ მხოლოდ რაღაცა ინფორმაციის გადამცემი ის არის საკანი, ხო, უბრალოდ ინფორმაციას აძლევს რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ან ეს არ არის ესეთი საკითხი, რაც ცხოვრებაში არ გამოადგება, ან ასე შემდეგ, ანუ ბევრნაირი დამოკიდებულება არსებობს, ხო? არ მიიჩნევა ეს საკანი მნიშვნელოვნად. ბევრ სკოლაში. მე მაქსიმალურად ვიცოდი, რომ ჩემ სკოლაში ასე არ ყოფილიყო. და მეტნაკლებად მგონი თავი გავართვი ამას და შინაარსს რაც შეეხება ძალიან ხშირად არის ესეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ რაც სწავლობენ ბავშვები მაგალითად უფლებებს სწავლობენ მხოლოდ და ეს ცოდნა პირიქით მათთვის კეთილდღეობის მომტანი კი არ არის, არამედ რაღაცა სხვა მიმართულებით პირიქით ცუდია და ასე შემდეგ. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევარჩიო სწორი მიდგომები, მეთოდები. ბავშვებსაც სწორად მივაწოდო ესა თუ ის საკითხი და უფროსებმაც სწორად აღიქვან, რატომ სწავლობენ ისინი ამ სად გამოადგებათ ეს ცოდნა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კიდევ რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს არის საკლასო რესურსები და ინფრასტრუქტურა, რაც დღემდე გამოწვევად რჩება. არა მარტო ჩვენ სკოლაში, ბევრ სკოლაში. და პროფესიულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ფორმალური სწავლების პარალელურად არაფორმალური მიმართულებაც მოკლედ ჩვენი პასუხისმგებლობაა. და აი ეს ყველაფერი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს ჩვენგან. ამასთანავე ზოგადად სწავლების პროცესი, აი მგონებრივი მუშაობის გარდა მოითხოვს მუდმივ ჩართულობას ემოციური თვალსაზრისით, მარტივად რო ვთქვათ, აი მოსწავლის მხარდაჭერიდან დაწყებული რთული ქცევის მართვამდე მართვით დამთავრებული. ასევე ის რომ მრავალრიცხოვან კლასებს ვასწავლი ჩემ შემთხვევაში და იმას რომ იყო იდეალურთან მიახლოებული მაინც და ყველაფერი ამას გაუმკლავდა, საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, დიდი რესურსი მიაქვს ჩვენგან და რაღაც მომენტში არის ის შეგრძნება, რომ უკვე მეტი აღარ შეგიძლია და გრძნობ აი პროფესიულ გადაწყვეტას, რასაც ვეძახით. ესეც მიმაჩნია, რომ გამოწვევა არის ჩვენ შემთხვევაში. მადლობა თამუნა, ბევრი საინტერესო აქცენტის წინ წამოწევისთვის.
თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვებს ასწავლეთ უფლებებს და ასე შემდეგ, ხო? და პრობლემაა ისიც, რომ დაანახოთ ადამიანებს თუ რატო არის საჭირო სამოქალაქო განათლების სწავლება. მოდით ჩვენს მსმენელსაც ამაზე ვესაუბროთ, თუ რატომ არის საჭირო სამოქალაქო განათლების სწავლება პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის. და როგორ ამზადებს ზოგადად ეს საგანი მოსწავლეს, რომ იყოს შემდგომში უკვე აქტიური მოქალაქე. კი ბატონო, ჩემი აზრით, სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესი უნდა იყოს ყავდეს განათლებული, შესაბამისი ჯანსაღი ცნობიერების მქონე მოქალაქეები და სწორედ ამ გზით შეიძლება განვითარება, დემოკრატიულ განვითარებას გულისხმობ, რაც თავის თავში ბევრ სიკეთეს მოიაზრებს, ხო? ბევრი მიმართულებით განვითარებას მოიაზრებს. ამიტომ მოქალაქეობა ვფიქრობ, რომ განვითარებადი პროცესია. ხანგრძლივი, საკმაოდ, არც თუ მარტივი, მაგრამ განვითარებადი პროცესი და აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. მით უფრო ჩვენისთანა რთული ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნისთვის, ხო, იმიტომ რომ საბჭოთა სისტემის მოქალაქე აბსოლუტურად სხვა არის და დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე სულ სხვა ცნება. ძალიან რთულია, რომ უბრალოდ ეს ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანი გარდაქმნა, რაც უნდა სასიკეთო კონტექსტ, რაცა მოტივი, ხო? რთულია. ამიტომ უნდა შევჯერდეთ იმაზე, როგორი სახელმწიფო გვინდა რომ გქონდეს, როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ამ სახელმწიფოს როგორი საზოგადოება სჭირდება და რაღაცა ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს აი მთავარი ღირებულებების, თუ ქცევების, თუ დამოკიდებულებების დასწავლა, რისი შენობაც გვინდა, როგორი საზოგადოებაც გვინდა რომ ვიყოთ, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა ისწავლებოდეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფრის მომცემი არ არის, თუ ის შემდეგ ქცევაში არ გადაითარგმნა და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, აქტივობებს, რომელიც მოგცემს მე აი ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმ თეორიული ცოდნის გარდანის საშუალებას. და ამ მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანია ჩვენი საქმიანობა, არ გულისხმობ მხოლოდ ჩემს ან ჩემი სკოლის კონტექსტში, ჩვენ თანამშრომლობთ ერთმანეთთან გურიის რეგიონის მასწავლებლები, ასევე სხვა რეგიონის პედაგოგებთან თანამშრომლობთ და საკმაოდ მრავალფეროვანია მათი საქმიანობა. პირიქით ღმერთს მადლობა, რომ მაქვს შესაძლებლობა ესეთი გამოცდილება მივიღო მათგან, გამიზიარონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკა და შემდეგ ეს მეც განახორციელო ჩემს სივრცეში. დიდი მადლობა თამონა ამ საკითხის ასე საინტერესო გაშლისთვის და გაანალიზებისთვის. თქვენ ახსენეთ პროფესიული გადაწვა. როგორ უმკლავდებით ხოლმე ამას? მადლობა პირველ რიგში ამ შეკითხვისთვის და ვიმედოვნებ, რომ ვინმესთვის ერთი ადამიანისთვის მაინც სასარგებლო აღმოჩნდება. არ ვიცი, ნებისმიერი მასწავლებელი ან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იდგეს აღნიშნული პრობლემის წინაშე, ხო? მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ამ პროფესიას თან ახლავს, როდესაც თავს გრძნობ საჭიროდ, როდესაც ხედავ, რომ ერთი ბავშვის ცხოვრებას მაინც ცვლი უკეთესობისკენ, ეს იმხელა ენერგიას გაძლევს. უბრალოდ ერთი მარტივი რაღაცა თითქოს და უმნიშვნელო ფრაზა, გამოხედვა, თბილი მისალმება ან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაძლევს ძალას, რომ დაუბრუნდე ამ საქმიანობას ისე, როგორც მოითხოვს. ხო, რაღაცნაირად ვცდილობ ძალა იპოვო საკუთარ თავში. არაფრიდან შეიქმნა мотиваცია და ამის გაკეთება მე არ ვარ გამონაკლისი, ძალიან ბევრ პედაგოგს უწევს. ხედავ იმას, რომ შენი ძლიერად ყოფნა და არ დანებება როგორი მნიშვნელოვანია. ვერასოდეს რაც არ უნდა პრობლემა იყოს, ვერ დავუშვებ იმას, რომ რომელიმე ბავშვთან მიმართებით ხელი ჩავიქნიო, რომ არაფერი არ გამოვა, პირიქით ეს არის გამოწვევა. და ხო, იმდენად ის თქვა გადატვირთული რუტინა, ყოველდღიური, ბევრი სამუშაო, რომ ეს პროფესიული გადაწვის ეტაპები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა ხანგრძლივად ვიფიქროთ ამაზე, ჩავიციკლოთ ამ თემაზე, პირიქით გრძნობთ საჭიროებას და რაღაცნაირად ვახერხებთ იმას, რომ უფრო მებრძოლები ვიყოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. თუმცა ხანდახან არის მომენტი, როცა არ ხარ ისეთი სუპერმენული და გინდა რა ცოტა ხანი იყო სუსტი მაგალითად არის. მადლობა ამის თქვენ ახსენეთ, თუნდაც ერთი ბავშვის ცხოვრების შეცვლა ხო უკეთესობისკენ.
მაინტერესებს თუ კი გახსენდებათ რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც თქვენი დამოკიდებულებით, თქვენი მიდგომით ბავშვის ქცევა შეიცვალა ან რაღაცა ცხოვრება შეიცვალა, ასე ვთქვათ. უფრო მეტად მაინტერესებს თქვენ როგორი მიდგომებით მუშაობთ ბავშვებთან, როგორი მეთოდიკით. პირველ რიგში ვცდილობ რომ ვიყო მხარდამჭერი ყველასი თანაბრად, აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხში. ვცდილობ რომ ისეთი უნარების გამომუშავებაში და განვითარებაში შეუწყო ხელი, რაც რეალურად მას დაჭირდება ცხოვრებაში. და მაგალითად რიგი თეორიები, რის სწავლებას ითვალისწინებს სამოქალაქო განათლება, თავს მოხვეული არ იყოს მისთვის და მე არ მახსენდება რომ რაღაცა საკითხზე საუბარი დამეწყოს ისე, რომ შესავალში დიდი დრო არ დამეთმოს იმისთვის, რომ რატომ სჭირდება მას იმ საკითხის ცოდნა. ვცდილობ რომ მეგობრული ვიყო სანდო ადამიანი მათთვის და დროთა განმავლობაში ამას რაც შედეგები აქვს, ხო? ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ და გასულ წელს აღმოვაჩინე ის, რომ სხვადასხვა ქცევის მართვასთან დაკავშირებით ჩემს ცოდნას სჭირდებოდა განახლება და ცოტა ფსიქოლოგიურ საკითხებს სესირმისეულად ჩაუჯექი, რამდენიმე კურსიც გავიარე, ბევრ რაღაცას ვკითხულობდი ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ბავშვს დახმარება აღმოუჩენია ამ მიმართულებით. აი როგორ უნდა შეხედო იცით ამ საკითხს, ვეღარ ვბრაზდები სიმართლე გითხრათ, ანუ კი არის რაღაც მომენტი უცებ სისუსტის, რომ რაღაცაზე შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ ზოგადად ესე რაცა უფრო ზოგად კონტექსტში როცა შეხედავ საკითხს, მივხვდები, რომ პირიქით იმ ბავშვს დახმარება სჭირდება შენი და ჩემი გონებაც რაც ავტომატურად გადადის იმ რეჟიმში, რომ რატომ იქცევა ასე, რითი შეიძლება დავეხმარო, რა მამოტივრებელი შეიძლება კონდეს მის ამგვარ ქცევას და მქონია ამ თემებზე საკმაოდ ისეთი უშუალო საუბრები ბავშვებთან და ამას შედეგი მოჰყოლია შესაბამისი. არ ვიცი, კიდევ ალბათ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ ნებისმიერი საკითხის მიმართ, რასაც საკუთარ თავზე ავიღებ და იგივეს მოვითხოვ ბავშვებისგან და დროთა განმავლობაში ამას შედეგი აქვს. მადლობა თამუნა, მე მიხარია რომ თქვენ მასწავლებელი ვცდილობთ არა მხოლოდ თქვენს პროფესიაში განვითარდეთ, არამედ ისეთ მომიჯნავე დარგებში, როგორც არის ფსიქოლოგია. მომიჯნავე დარგებში მასწავლებლობისთვის გულისხმობ. იმიტომ რომ მე პირადად ვფიქრობ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემთვის პირადად ასეა, რომ მასწავლებელი პირველ რიგში პროფესიონალისტთან ერთად უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგიც, უნდა იცოდეს ეს დეტალები, მოსწავლესთან ბავშვთან მუშაობის და ხო, პროფესიონალიზმი ჩემთვის პირადად გადის კარგ ფსიქოლოგობაზეც, ასე ვთქვათ, მასწავლებლის შემთხვევაში. ნამდვილად მასეა. მოგყავით იმაზეც, თუ თქვენ რა ღირებულებების შთანერგვას ცდილობთ მოსწავლეებისთვის? ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ნამდვილად დიდი როლი აქვს მასწავლებელს ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში და ხშირად ვამბობთ, რომ სწორედ ესაა ის სუპერძალა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სასიკეთო იყოს ჩვენი საქმიანობა საზოგადოებისთვის, ხო? მაგალითად, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემს სივრცეში არავინაა უმნიშვნელო და პატივისცემთ ერთმანეთის შეხედულებებს. რა არის, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ეს შეხედულებები. ანუ ეს იმ კონტექსტში, რომ კარგ მოქალაქეს სჭირდება თავდაჯერება და სხვისი პიროვნების თუ აზრის მიმღებლობა. უნდა ჯეროდეს, რომ მისი აზრი თუ ქმედება მნიშვნელოვანია და ვცდილობ, მაქსიმალურად ვცდილობ, ნამდვილად ვამბობ ამას, რომ ის ასე იყოს იმ სივრცეში, სადაც მე ვასწავლი ბავშვებს, ანუ სადაც მე ვარ, ამას გულისხმობ. ვცდილობ, რომ ყოველთვის ვიყო მომზადებული ძალიან აბსოლუტურად ყველაფრისთვის. როდესაც ახალ საკითხის ახსნას ვიწყებ, ან რაღაცა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მოვიმზადე წინასწარ მაქსიმალურად და იგივე პასუხისმგებლობას მოვითხოვ ბავშვებისგან. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არიან ბავშვები, რომლებიც მშვენივრად სარგებლობენ ჩემი ჰუმანური დამოკიდებულებით. ვცდილობ დავანახო თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, სიყვარული, მათ შორის სამშობლო სიყვარული, საქმის სიყვარული ელემენტარულად, რა საქმესაც ხელს მოგიტევს ადამიანი.
ყველაზე მთავარი ერთგულება, საკუთარი პიროვნების ერთგულება, როცა ჩვენ იდენტობის საკითხებს გავდივართ, ერთგულება აზროვნების, შენი შეხედულებების და ასე შემდეგ. სამართლიანობა და პატიოსნება ყველანაირი კონტექსტით, მაგალითად ელემენტარული რომ გავიხსენო პლაგიატზე შეგნებული უარი და ვიმედოვნებ რომ ამას მივაღწევ, არ ვიცი როდის, მაგრამ ესე ჯერა მაინც ოპტიმისტურად. და ვცდილობ ვასწავლო რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ქცევაზე და არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან თავისუფლება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და თვითკონტროლს მოითხოვს ჩვენგან. ვცდილობ ამ ყველაფერს რამდენად გამომდის, ეს უკვე სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ მთავარია მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოგდის ძალიან ბევრ შემთხვევაში, მაგრამ მთავარია მცდელობა და მთავარია მაქსიმუმი გააკეთოს ადამიანმა თავისი შესაძლებლობების, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ადამიანს, რომელსაც აქვს შეხება ახალგაზრდებთან და ბავშვებთან. ახსენეთ რაღაც საკითხები, რასაც ხო ბავშვებს ასწავლეთ, მე მაინტერესებს, რომელი საკითხია ყველაზე საინტერესო თქვენი მოსწავლეებისთვის და რომელი საკითხი შეიძლება იყოს ყველაზე სენსიტიური და ამ სენსიტიურ საკითხებს როგორ ასწავლეთ ხოლმე? ბევრი საკითხი არის საინტერესო მათთვის, ესე კონკრეტულად შეიძლება დავასახელოთ გენდერულ თანასწორობასთან. იგივე სენსიტიურ საკითხებში მოვიაზრებ ამას, რა თქმა უნდა, გენდერულ საკითხებთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები ძალიან დიდ ინტერესს იწვევს თვითგამორკვევასთან დაკავშირებული თემები, იდენტობასთან, მათ შორის ეროვნულ იდენტობასთან. თითქმის ყველანაირი საკითხით შეიძლება დაინტერესდეს ბავშვი, გაჩნია როგორ შეთავაზებ ამ საკითხს, რამდენად მის ინტერესებზე ან შესაძლებლობებზე მორგებულად გააკეთებ ამას და სწორედ ამას მიაქვს საკმაოდ დიდი დრო, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერო და ისე შეთავაზო. და სენსიტიურ საკითხებში მაგალითად რთულია დასამუშავებლად, მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისთვის აუცილებელი, ხო? ამყოფრის ცოდნა. პოლიტიკა, მაგალითად, კონფლიქტები, ბულინგის თემა, განსაკუთრებით სენსიტიური საკითხებია და ვცდილობ, რომ სწორად შევარჩიო სწავლების მეთოდები, რაც აღვნიშნე. ვცდილობ, რომ გარემო იყოს მხარდამჭერი, თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შეკითხვების დასმა, განსხვავებული შეხედულებების მიმღებლობა, რაც აგრეთვე აღვნიშნე, ხო? და ძალიან მეხმარება ცხოვრებისეული მაგალითების მოშველება, მათ შორის საკუთარ თავზე საუბარი, იგივე იდენტობის საკითხებზე, ან გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან მეხმარება პირადი მაგალითების მოშველება და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში შესაძლებელს ხდის, რომ ეს საკითხები შესაბამისად დამუშავდეს. გენდერული საკითხები უკვე ახსენეთ და ჩვენი რადიოს სწორედ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით არის, მე მაინტერესებს თუ კი აწმებით გენდერულ სტერეოტიპებს სასკოლო გარემოში და ასევე სწავლების პროცესში რამდენად თანაბრად არიან ჩართულები გოგოები და ბიჭები ამ ყველაფერში. განმეორდები და ვიტყვი იმას, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან საინტერესოა ბავშვებისთვის. რადგან ერთის მხრივ უკავშირდება პიროვნულ იდენტობას და მეორეს მხრივ ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა, ხო? ეს საკითხები ასევე ეხება იმას, რასაც განიცდიან ან ხედავენ ირგვლივ. მაგალითად, როგორია გენდერული როლები ოჯახში, როგორ ხდება პროფესიის გენდერთან დაკავშირება, როგორ აფერხებს განვითარებას ეს სტერეოტიპული მიდგომები და ასე შემდეგ. და იმდენად აქტუალურია, რომ რა თქმა უნდა საინტერესო არის მათთვის ეს საკითხი და ამავდროულად რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ იმ მიღებულ ცოდნას, რასაც ვთავაზობ. სამწუხაროდ კი ბატონო, მართალი ხართ გენდერული სტერეოტიპები სასკოლო გარემოში მრავლად არის, მაგალითად ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო საგნებთან მიმართებით, თუმცა ჩვენთან პირიქით ხდება ეს მეცნიერი გოგონები უფრო მრავლად გვყავს. სტერეოტიპები გვხვდება სპორტის მიმართულებით და ფიზიკური აქტივობის კონტექსტშიც მოვიაზრებთ ამას, ან ზოგადად ქცევითი მოლოდინები ბიჭების და გოგოების მიმართ, რომელიც ზუსტად აირეკლავს იმ დამოკიდებულებას, რაც გენდერულ როლებზე არსებობს ზოგადად ჩვენს გარშემო. მაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის ფორმატის, აქტივობები, რესურსები და საინტერესო თეორიული მასალა. და ერთი მხრივ ის კი სამწუხაროა, რომ ეს ხდება სკოლაში, მსგავსი სტერეოტიპების ანუ ის რომ
სტერეოტიპები არსებობს, მაგრამ საბედნიეროდ სკოლა არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ამ ყველაფერს ვებრძოლოთ, სწორი მიმართულებით მოხდეს განვითარება, ან პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ ამ მიმართულებით და საბედნიეროდ ეს შესაძლებლობა გვაქვს და ამ შესაძლებლობას ბევრი პედაგოგი ძალიან კარგად და სწორად იყენებს. დიახ, თამუნა, თქვენ ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებთ ასევე დგას მოსწავლეებთან ერთად და მოდით მოგვიყევით რომელიმე ამ პროექტის შესახებაც და ასევე იმ გავლენაზე, რაც იქონია ამ პროექტებმა თქვენს მოსწავლეებზე. ნამდვილად ამ მიმართულებით მრავალფეროვანი გამოცდილება გქონია, ბევრი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობთ არაერთ ორგანიზაციასთან, რომლებიც მხარდამჭერები არიან ჩვენი საქმიანობის და დიდი მადლობა მათ საჯაროდ დავაფიქსირო კიდევ ერთხელ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ალბათ პროექტს, რომელიც მეწარმეობის ლაბორატორიას უკავშირდება, იმიტომ რომ ჩემი პირველი საკლუბო საქმიანობა სწორედ ეს იყო. და ეს საქმიანობა არა მარტო ბავშვებს, არამედ მეც დამეხმარა თვითგამორკვევაში, სწორედ ამ საქმიანობამ შემაყვარა ეს პროფესია და რეალურად ჩემი თავი დამანახა ამ სივრცეში. ისე როგორც ახლა დღეს აღვიქვამ საკუთარ თავს თავდაპირველად мотиваცია მქონდა ის რომ რა შეცდომებით მაგალითად მე დავუშვი ან ბევრმა ჩემი თაობის წარმომადგენელმა მინდოდა ამ ბავშვებისთვის რაც ისეთი სივრცე და საკითხები შემეთავაზებინა რომ მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა იგივე შეცდომების განმეორების საკითხი პროფესიულ ორიენტაციაზე პროფესიულ თვითგამორკვევასთან დაკავშირებით იყო ეს საქმიანობა ჩვენი მეწარმეობის მიმართულებით კონკრეტულად თავიდან მეც ცოტა ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რომ სკეპტიკურად და მე შინოდა კიდეც რომ როგორ გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს და რამდენად კარგ შედეგებს დავდებდი თუმცა საკუთარი თავით ჩვენ თვითონაც გაოცებულები ვიყავით საბოლოოდ განსაკუთრებით ისეთი დასამახსოვრებელია ჩვენთვის შრომის გუტასთან დაკავშირებული პროექტი ახალი ველოსიპედი ნამდვილად არ გამოგვიგონებია, მაგრამ საინტერესო ჩვენს შესაძლებლობებზე და ჩვენს გარემოს საჭიროებებზე მორგებული პროექტი განვახორციელეთ. დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის, მაგრამ არაჩვეულებრივად გავართვით თავი. მსგავს, კონკრეტულად ამ პროექტმა მეტწილად გარდამტეხი როლი შეასრულა პროფესიის არჩევის მიმართულებით ბავშვების შემთხვევაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი წელს, როდესაც მე-12 კლასელებს პირველად შევხვდი და მათგან საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი დავინახეთ მოკლედ პროფესიებისა, როგორ გააზრებულად აქვთ უკვე როგორ ფიქრობენ, სად იპოვიან საკუთარ თავს და ასე შემდეგ. აღარ არის ის მიდგომა, რაც მაგალითად ჩვენ დროს იყო და უბედნიერესი ვიყავი ამითი. კიდევ იმისი გაცნობიერება, რომ ძალიან ბევრი ბავშვის შემთხვევაში პროექტის დროს რა საქმიანობაც ჰქონდა, მას საკუთარ თავზე აღებული, სწორედ ამან განაპირობა მისი პროფესიული თვითგამორკვევა. გაცილებით თავდაჯერებულები არიან, უფრო მოტივირებულები, იმიტომ რომ პიროვნულ განვითარებაზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ უკვე ჩემგან დამოუკიდებლად. ხანდახან იმდენ პროექტში თუ იმდენი მიმართულებით აქტიურობენ, მე უკვე მიჭერს თვალყურის დევნება და ჩემგან დამოუკიდებლად ხდება ხშირ შემთხვევაში. უკვე ეს თავდაჯერებულები არიან საჯარო გამოსვლების დროსაც პრეზენტაციას გულისხმობ და ეს არა მარტო ჩემს საგანზე ან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სამოქალაქო განათლებას უკავშირდება, სხვა საგნებზე, აბსოლუტურად სხვა შინაარსის შეხვედრებზე და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი ის, რომ აქტიურები გახდნენ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით, მოხალისეობის თვალსაზრისით ძალიან აქტიურები არიან. თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩართულები არიან ახალგაზრდების საჭიროებების საიდენტიფიცირებაში და მე შეძლებს დაგვარად აღმოფრაში და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამ პროცესებს ვუყურებ. ძალიან დიდი მადლობა თამუნა და განსაკუთრებით მეც მიხარია, რომ თქვენი მოსწავლეები სკოლის გარემოდან ინაცვლებენ უკვე თემის ცხოვრებაშიც და იქაც აქტიურად არიან ჩართულები. ძალიან მაინტერესებს ასევე ჩვენ დასაწყისში ამაზე ოდნავ ვისაუბრეთ უკვე. რამდენად გამდიდრდა და დაიხვეწა სამოქალაქო განათლების კურიკულუმი და თვითონ საგნისადმი დამოკიდებულება, თუნდაც ჩვენი ბავშვებიდან მოყოლებული თქვენი დაკვირვებით თუ კი შეიცვალა ოდნავ მაინც თუ კი გაუმჯობესდა.
მე პირადად მეხუთე წელია, რაც საგანს ვასწავლი და მეხუთე წელია ყველა კლასს ყოველ წელს ემატება მოკლედ ეს საგანი. და ყველა ეს თითოეული წელი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა, ახალი გამოცდილება, რაღაც ახალი თავგადასავალი და მუდმივად ტონუსში ვარ, მეთქი ხუმრობ საკუთარ თავზე. ზოგადად ის გამოწვევა, რაც თავდაპირველად ვახსენე, მარტო მე არ ვარ, ვინც ამ საკითხზე ბრძვის თუ უპირისპირდება და ცდილობს, რომ ამ დამოკიდებულების წინააღმდეგ რაღაც თავისი ქმედებებით გაილაშქროს. ასე რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი კომპეტენტური ადამიანია, ვინც ამას ჩემზე გაცილებით კარგად ახერხებს. საქმის პოპულარიზების და მნიშვნელობის გააზრების თვალსაზრისით ნამდვილად ბევრი რამ კეთდება. გვაქვს განვითარებისთვის აუცილებელ ტრენინგებზე ხელმისაწვდომობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რაღაც სხვადასხვა კურსის თუ ტრენინგის გავლის შესაძლებლობა უამრავი სკოლის ბაზაზე. უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ამისი. თუ კი გამოიყენებს მასწავლებელი არ დაეზარება, ან რაც გამონახავს დროს ამ ყველაფრისთვის, უამრავი საინტერესო რესურსი იქმნება. თავადაც ჩვენც რაღაც ვცდილობთ, რომ სხვადასხვა რესურსი შევქმნათ, მაგრამ არსებობს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივ რესურსებს ქმნიან დღევანდელ მოცემულობაზე მორგებულს. ის რაც ძალიან მეხმარება სწავლების პროცესში, ძალიან საინტერესო კონფერენციები იმართება, რაშიც აქტიურად ვართ ჩართულები. არის მაგალითად სხვადასხვა საგრანტო კონკურსების თუ ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და ეს კიდე რა დამატებითი мотиваციაა ჩვენთვის, იმიტომ რომ გასულ წელს საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხის ტექნიკის მობილიზება შევძელით ჩვენ სკოლაში. რაც შეეხება კურიკულუმს, საინტერესოა მასზე მუშაობა, თუმცა შრომატევადი და პროფესიულ გადაწყვეტაზე რომ ვახსენე, განმეორდები და რაღაცა ვხუმრობ ხოლმე, რომ სასწავლო მოქმედი მგონი ვართ მეთქი მასწავლებლები ამ ადამიანებს თქო. მაგალითად, განსაზღვრულია სავალდებულო ცნებები, ძირითადი თემატური მასალა, აი როგორ დაამუშავებ ამ თეორიას, რა ქვესაკითხებს ჩაშლი, რა საკითხებს შეიტან, რა მეთოდებით და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად არის დამოკიდებული მასწავლებელზე. და არ ვიცი, ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს ჩემი სწავლება. შესაძლოა ცუდად არ გამომდის, მით უმეტეს იმ დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, რაც თქვენგანაც დაფიქსირდა ან ზოგადად სხვების მხრიდანაც, მაგრამ იმ შედეგამდე არ ვარ, რაც მსურს. ნამდვილად ეს განცდა არ მაქვს და თუ როცა ეს განცდა მექნება, ჩემს მოსწავლეებსაც ამას ვეუბნები, ჩათვალეთ, რომ განვითარების შესაძლებლობა შეწყდა. თუ კი განცდა გაქვს იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ხარ იმ რაცა იდეალურთან მიახლოებულ შედეგამდე, შესაბამისად მუშაობასაც არ შეწყვეტ, ხო? და მე ჯერ ამ პროცესში ვარ. მადლობა თამუნა, რომ მოხვედით, ასე საინტერესოდ გვესაუბრეთ, ამდენი მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ წინ და მეც მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მიხარია თქვენერი მასწავლებლები რო ყავთ დღეს ბავშვებს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მასწავლებლებსაც ძალიან გაუმართლათ და ძალიან ბედნიერები არიან ამ ფაქტით. უღრმესი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. მე ძალიან დარწმუნებული ვარ ხოლმე, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას და ესეთ განწყობას დააფიქსირებენ ჩემდამი. მე ვცდილობ მაქსიმუმს, რაც შემიძლია. მაგრამ ხო, როგორც აღნიშნე, ეს არ არის ის, რაც საბოლოოდ სიამაყის ან კმაყოფილების შეგრძნებას მომიტანს. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩემ თავში მიამაყება, არ არსებობს საქმე წამოვიწყო და ის რაღაცა პირველივე დაბრკოლებაზე ან რაოდენ რთული დაბრკოლებაც არ შემხდეს, მივატოვო. არ არსებობს, ანუ ბოლომდე მე ამ საქმეს მივიყვან, დავასრულებ და ეს ჩემს მოსწავლეებში უკვე დავინახე. გამოკვეთილად რამდენიმე ბავშვის შემთხვევაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგალითად, როდესაც ეხლა უკვე ბევრმა ორგანიზაციამ ჩვენთან ურთიერთობა ოფიციალურად შეწყვიტა, გულისხმობ სკოლასთან ურთიერთობას, შეჩერებულ დაფინანსებებს და ასე შემდეგ, ბავშვები და ძალიან დემოტივირებული ვიყავი იმ პერიოდში. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იცით ბავშვებს? მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ნერვიულობთ, იმიტომ რომ ჩვენი მასწავლებელი ვიცით, რომ მაინც გამონახავს რაღაცა გზას და მაინც შეძლებს და
ამან უბრალოდ არ მომცა დანებების საშუალება და ესეთი განწყობა არ მაძლევს აი პროფესიულ გადაწვის დროსაც დანებების საშუალებას. იმხელა მოლოდინები აქვს, რომ მე სხვა უფლება არ მაქვს, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე, ვაიძულებ მე ჩემ თავს, რომ ხო, თუ ეს ასე ფიქრობს, მე აბსოლუტურად უნდა გავამართლო ეს მოლოდინები და არ ვიცი, ვცდილობ მაქსიმალურად ამას ხედავენ, ამას აფასებენ, თუმცა არ ვარ კმაყოფილი მაინც იმ შედეგებით, რაც სწავლების მიმართულებით გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა თამუნა კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს თქვენს და თქვენს მოსწავლეებსაც და დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ ახალი პროექტების და ახალი ინიციატივების განხორციელების. უღრმესი მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის, საინტერესო კითხვებისთვის, რამაც მე ბევრი მიმართულებით დამაფიქრა და ასევე წარმატებებს გისურვებთ ყველა საკითხში. მადლობა სუხთით ჩვენს მსმენელსაც და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში პროფესიონალი სცენარისტის მიერ შეიქმნა რადიო პიესები, რომლის პირველ ეპიზოდსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ჩვენი ინტერვიუს შემდგომ. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით. გამარჯობა. მე ვარ ელენე. 4 წლის. ჩემმა დედიკომ და მამიკომ კარავი მაჭუქეს. თეთრი კარავი. ძალიან ლამაზი თეთრი კარავი. მე კიდე უფრო გავავა ამაზე. გარედან თეთრი ვარდები ჩამოვკიდე. შიგნით თეთრი სათამაშოები დავაწყვა და ჩემი თეთრი კაბები შევიტანე. თეთრი ფერი იმიტომ ავიჩიე. იმიტომ თეთრი ყველაფერს უხდება. თეთრი სულ სუფთა. კრიალა. თზე რასაც გინდა დახატავ და რასაც გინდა იმას დაწ. რამდენი ხანია რაც მე და ჩემს მეგობრებს. რა ისეთი გაკეთება გვინდა, რასაც უფროსების გარეშე საუძლებთ. ისედაც უხელში გვეშლი. 1 წუთი თუ არ დაგვინახეს, მაშინვე იწყება. აბა სადა ხართ? ასაკეთებთ. რამეს ხო არ აფუჭებთ? აქ იყავით, რომ ჩვენც ხედავდეთ. სულ რატო გვამოწმებენ? ვერაფრით ვერ გავიგე. ხო და როცა მითხრეს, დაბადების დღეზე საჩუქრად რა საირჩევო? ბევრი არ მიფიქრია. უკვე არჩეული მქონდა ეს კარავი და პირდაპირ ვაჩვენე. ეს მინდა მეთქი. დიდად აფხთეულებელი ადაჩდნენ. არ ვიცი რას ელოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ზღაპრის, გმირის, ჭკვიალა სასახლეს ავირჩევდი და ჯერ დედამ ჩემმა მითხრა. ელენე, ნახე დედიკო, ეს არ ჯობია და იასფანისფერი სახლი მაჩვენე. ტყვითელი ფრანჩებით. რა დრო ჩემი იასფანისფერი სასახლი. 2 წლის კი არ ვარ. მერე მამა ჩემმა ეს ნამდვილ მოგეწონებ და ბორბლებზე შემდგარი წითელი მანქანასავით სახლის ფოტო დამიდო. რა არის ბიჭი კი არ ვარ. არამეთი. ან თეთრი კარავი. ან საერთოდ არ მინდა თქვენი საჩუქრა. თქვიდა კედლისკენ მივდრიალდი. ამან ისე იმოქმედა ჩემს ბებოზე, მაგიდაზე ხელი დაკრა და დაიძახა. რა გაუჭირეთ საქმე არ გესმით? რაც უნდათ ის უყიდეთ ბავშვს. ჩემ მშობლებსაც მეტი არაფერი, აღარაფერი უთქვამთ. და მეორე დღეს და როცა ერთად ვაწყობდით, კურიელის მოტანი 5-ში ჩალაგებულ ხის ჯოხებს და თეთრ ნაჭრებს ცოტა კი შემეშინდა. აი თუ ესეთი არ გამოვიდეს, როგორიც ფოტოში იყო. მაგრამ საბოლოოდ იმაზე უკეთესიც ამოხმოჩნდა. ისეთი რომ ჩემი მშობლებიც აფრთხილდნენ. კარავი სასტუმრო ოთახის ცენტრში დავდგით. ყველას გასოგონოთ თქვი, რომ აქ ჩემოსვლის უფლება ხოლო პატარებს ექნებოდათ. დიდი ყმაფილება ვერ შევატყო, მაგრამ არც პროტესტი გამოვთქვამთ. ახლა კი ჩვენ მეგობრებს ველოდები. სულ მალე ჩემი მეგობრები მოვლენ, ნინო და კატო.
და ერთად მოვიფიქრებთ ძალიან მაგარ რაღაცებს, რაც მარტო ჩვენ გვეცოდინება და აქ მარტო თეთრკარავში მოხდება. უფროსები აქ ვერ შემოეტევიათ. ამიტომაც ეს ადგილი იქნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ვიმღერებთ, ვიცეკვავთ და ძალიან ბევრ რაღაცებს გამოვიგონებთ. ისინი რომ მოვლენ, იმათაც კარგად გაგაცნობთ. ორივე ჩემზე უფროსია. ნინა 1 წლით, კატო 2-ით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვიგონი მოვიდნენ. მოდით, გოგოებო, მოდით. ნახეთ რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის. ვა, ეს რა მაგარი კარავია. საიდან? ჩემმა დედიკომ და მამიკომ მიყიდეს. მოგწონს? კი, ძალიან მომწონს. შიგნიდანაც რა ლამაზი ყოფილა. შეიძლება შევიდე? კი, მოდი. ეს კატოა. ეხლა მალე ლირაც მოვა. გონი მოვიდა. რა კარგია ჩვენი თეთრი კარავია. მოდი რა ერთად ვიმღეროთ. გამომხედე მას პინძელო და ჭიქაწყალი წურია. და გოგომ გვინო მომაწოდა და რა ყოფილა გურია. ამ სიმღერას ბაღში გვასწავლია. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ არა უშავს. მარა ვისწავლით და უკეთესად ვიმღერებთ. გითხარით, ისეთ რამეს გაკეთებას ვაპირებთ, უფროსებს რომ ძალიან გამოატყებათ. მანამდე კი უნდა გადავწყვიტოთ, ლაივში გავიდეთ, თუ ვიდეოები დავდოთ. კატო ამბობს, მოდი რადიო გავაკეთოთ და ამ კარავიდან ველაპარაკოთ ხალხს. რა გაცინებთ? ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. მოგვისმინეთ და დარწმუნდებით. ეხლა ცოტა ხნით უნდა და გემშვიდობოთ.